ეს პროექტი მართლა ყველასგან განსხვავებულია, კაცმა რომ თქვა ლინგვისტებზე უფრო მეტად სხვა, ვთქვათ, რელიგიის ისტორიკოსების, სოციალური მეცნიერების, პოლიტიკის მეცნიერებების უფრო ინტერდისციპლინარული დალა სჭირდება და ამიტომ გადაწყვეტეთ, რომ დაგვეწყო ღია დისკუსია ამ პროექტის ფარგლებში. Ჩვენში ერთხელ ჩვენ წარმოვადგენთ თემატურ ბუდეს აი ამ პროექტისას, ერთ-ერთ თემატურ ბუდეს და შევთანხმდით ჩვენს კოლეგებს, რომ ასე ვთქვათ, დაგვეხმარებიან რაღაც ექსპერტული რჩევები მაინც მოგცენ, რომ რაღაც ესე დახურულ სივრცეში არ ვიკვლიოთ ეს წყაროები. აი მაგათაც მომდევნო თემა არის ევროპული რელიგიური ინსტიტუციების სამართლებრივი დოკუმენტები. ეხლა ცხადია ჩვენ ამ სამართლებრივ მხარეს არ ვიკვლევთ. ჩვენ გვაინტერესებს ქართული ენის ფუნქციონირების რეკონსტრუქცია აი ამ დოკუმენტებიდან და ეხლა დამეთანხმებით, რომ ამ ტიპის სამუშაოს უმცირე ექსპერტული შეფასებები მაინც სჭირდება, რომ რიგი უხერხულობანი ავერიდოთ თავიდან. ეხლა ეს კვლევის წყაროები არის 2011-12 წლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში აღწერილი და გადაღებული წყაროები. ბატონი ნოდარ-ლადარია იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი. ეს სამი უნივერსიტეტი მონაწილეობდა და კულტურის სამინისტროს პირობა ასეთი იყო, რომ თვითონ ესე იგი დაინტერესებული იყო, ასე ვთქვათ, აღწერილობები გაგვეკეთებინა, ჩვენ მოკლე აღწერილობა. და შემდეგ ეს მასალები გადაეცემოდა მთლიანად უნივერსიტეტებს და ასე მივიღეთ ჩვენც. და პირველი რისი სისტემური კვლევაც წამოვიწყეთ, ეს არის ქართული ენის სოციალური ისტორიის მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ქართული წყაროების მიხედვით ყველაზე ცუდად დოკუმენტირებული ეპოქა. წელს ორი დოქტორანტი მუშაობს ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში ამ პროექტის ფარგლებში. მაია დამენია იკვლევს მაია იკვლევს ქართული კათოლიკური თემის, როგორც რელიგიური უცხოს აღქმის პრობლემატიკას. ეხლა რატომ მაინც ეს ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ანა ჭკუასელი იკვლევს კაპუცინელების მონასტერში აღმოჩენილ უცნობ ქართულ იტალიურ ლექსიკონს და მოკრე გრამატიკას. ჯერჯერობით მისი შექმნის კონტექსტი ვერ დავადგინეთ, მაგრამ იმედია აი კვლევის პროცესში რაღაცას მივაკვლევთ. გარდა ამისა შექმნილია თარგმნელებითი ჯგუფი, რომელსაც ჩვენი მკვლევარი პროფესორი თამარ პატარიძე ხელმძღვანელობს. ეს არის ფრანგული, იტალიური, ლათინური წყაროები. აი ხალ იმაში წელს კადმოსში იბეჭდება რამდენიმე უცნობი წყარო, ზოგი ნაცნობი წყარო, მაგალითად ფარნაუს და იულან ბატონიშვილების წერილები 1803 წელს წერენ პაპს და კარდინალებს, აი ძალიან გაოცებულები და დაბნეულები არიან, ეს რა გააკეთა გოვერნორ რუსოვმა. სხვა შორის რაღაც აი ლამის ჟორდანია იმეორებს იმ სიტყვებს, ლენინი ამას არ გამიკეთებდა, რო არ ჩეროდა მე-11 არმინის შემოსვა და დარწმუნებულები არიან, რომ აი ხვალთორე ზეგ დაიბრუნებენ სამეფოს, რომელიც აი იმეორებთ რამდენჯერმე გოვერნორ რუსოვ უკანონოდ წაგვართვა. აი იმედით უფრო ჩვენთან არიან ახლოს, ჩვენ ერთი ნაბიჯით წინა ვართ, მათ ნამდვილად არ იციან აი რუსების ატირების პოლიტიკური ფანტით აშფანდურით. ეს ხათაშვილის არა, ეს მართლა საბჭოთა პერიოდში ვისწავლეთ ჩვენ, აი ინტელიგენციასთან შეხვედრაზე ინსტიტუტში, ევრაზიის ინსტიტუტში ერთ-ერთი ინტელიგენტი მისახედაგვარი არ ვიცი, ყვებოდა, რომ აი თქვენო გახსოვთ, როგორი იქცეოდა დარბაზები, მუსიკალური სცენები, როცა ქართველები გამოჩნდებოდნენ და როგორ ფიქრობთ ეს კულტურაზე, მასე პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენდაო. იცი მართლა როცა დრო მექნება, ხა ამ იურიდიულ დოკუმენტებში ვარ ცუდად გახლართული ამ მისიის დოკუმენტებში და აუცილებლად უნდა ჩამოვყვე და 1924 წლიდან 99 წლის ჩათვლით რა ხდებოდა საქართველოში იმის პარალელურად, როცა რუსეთში ინგრეოდა დარბაზები. ორი ნამდვილად მახსოვს, ეს იყო 1936 წლის შემოდგომაზე, როცა პირველად ჩატარდა ქართული კულტურის ისეთი შედარებით ფართომასშტაბიანი დღეები რუსეთში, ეს იყო შემოდგომაზე და დეკემბერში დამთავრდა და იანვარში დაიწყო 37-ის რეპრესიები. და მეორე იყო 56 წელს, რომლის ზუსტად პარალელურად მე შევამოწმე, ქართული კულტურის დღეები არ იყო დამთავრებული, როცა აქ სტუდენტური მიტინგი დახვრიტეს. მოკლედ, ასია თუ ისე არ ამგონია რომ ეს რაღაცა ანუ დიდად აი რაღაცა უცნაური რაღაცა გჭირს ხარშვის აი წარსულის მემკვიდრეობას
თითქმის არასოდეს არ ვსწავლობ წესიერად, ამის დრო რატომღაც არასოდეს არ არის. თქვათ რაღაც კონსტანტინოპოლში, ისპაჰანში და აი პეტერბურგში კანცელარიის არქივებში რო წყაროებია, იმას კი არა და აგერ თურმე საჯარო ბიბლიოთეკაში გვდებია 2 ტომი. აი წინა დისკუსიის შესახებ, რუსეთთან შეერთების და ამის შესახებ უბრალოდ არაფერი არ იცოდით. იმ მეცნიერებმაც კი, რომლებიც ამ ეპოქის ისტორიაზე მუშაობენ, ხო თქვათ მე-19 საუკუნეზე. სამაგიეროდ, აი ეს გამოცდილება ძალიან გასაგებია, იმიტომ რომ ისტორია ყველაზე უფრო პოლიტიზებული მეცნიერება იყო, მაგრამ სამაგიეროდ აი რაღაცა ყველაზე პრიმიტიულს ავიტაცებთ და ვეძახით ხოლმე მას ხალხურ დიპლომატიას. აი ამ ყველაფრის საპირისპიროდ მართალი ხა ერთადერთი, თქვათ, რაც შემიძლია მე დაუპირისპირო და რაღაც ჩვენნაირ ადამიანებს არის სწორედ ამ წყაროების კვლევა ძალიან მარტივი მიზანდასახულობით, რომ სუმცირე ისტორიის შესწავლა უნდა მას სწავლოს, როგორ ცუდად ან კარგად მოვიქეცი გუშინ და ამის გამოცდილებით როგორ არ მოვიქცე ხვალ. ამ პროექტის ფარგლებში წელს დაიბეჭდება სავარაუდოდ ამავე სათაურის მონოგრაფია და ქართული ევროპული წყაროების კორპუსი, ჩვენ ამას თანამედროვე კორპუსული მეთოდოლოგიის მიხედვით ვაკეთებთ. იბეჭდება ქართული ორიგინალები, იტალიური, ფრანგული, ლათინური წყაროები, მათი ქართული თარგმანებით, როგორც გითხარით, ამას თამუნა პატარიძე ხელმძღვანელობს. აი ასე ვაპირებთ, თქვათ, აი ქართული ენის სოციალური ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესწავლას. ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ჩვენს უნივერსიტეტს ნამდვილად აქვს სამართლიანი პრეტენზია ქართული ენის სოციალური ისტორიის სისტემურ კვლევაზე. 2009 წელს დაბეჭდილ მონოგრაფიაში დამუშავდა გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების ძირითადი სისტემატიკა, აი ხალხური ენების, ადგილობრივი ენების წარმოშობის და მათი ფუნქციების დამკვიდრებისა. და ასევე დამუშავდა შუა საუკუნეებში კულტურის მატარებელი ბირთვი ჯგუფის ძირითადი ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური იდენტობის ფორმირების საკითხები. მომდევნო მონოგრაფიაში და სტატიებში დამუშავდა აი ამ იდენტობათა მაკონსტრუირებელი ძირითადი სახელმძღვანელო ტექსტები გვიანანტიკურობაში და შუა საუკუნეებში დამუშავდა ქართული ისტორიოგრაფიისეული ჩვენი ნათესავის, ანუ ქართული საისტორიო კონცეფცია, ენის, კულტურული და რელიგიური დამოუკიდებლების კონცეფციები, შარშან გამოქვეყნებულ მონოგრაფიასა და სტატიებში დამუშავდა აი ამ ორი პერიოდის ქართული ენის თვისობრივი და ფუნქციური ლეგიტიმაციის ორი პერიოდის ინდიკატორების კვლევა იყო ეს პრინციპში, ანუ აღებული იყო ათონური და იერუსალიმური პერიოდი. ათონურ პერიოდში მოხდა ქართული ენის ფუნქციების შესახებ ძირითადი კონცეფციების ჩამოყალიბება და იერუსალიმურ და ანტიოქიურ პერიოდში კიდე აი ამ კონცეფციების რეალიზება, განხორციელება. ამით ბუნებრივად მივადექით ჯერ მე-16-მე-18 საუკუნეებს და როგორც გითხარით ამაზე მუშაობს ანა ჭკუასელი, ის იკვლევს მე-16-მე-18 საუკუნეების ფილოლოგიურ, ლექსიკოგრაფიულ და ლექსიკოლოგიურ ტრადიციას, როგორც კათოლიკური ინკულტურაციის პროცესს. და მე-19 საუკუნეს მივადექით ბუნებრივად ჩვენი წლევანდელი კვლევის უბრალოდ შედეგი კი არა, პასუხი უნდა იყოს პასუხი კითხვაზე, როგორ იქცა შუა საუკუნეებში კულტურის მატარებელი ბირთვი ჯგუფის იდენტობის მთავარი მარკერი ქართული ენა უკვე სახელმწიფოებრივი იდენტობის მარკერად. მე-19 საუკუნეში თქვენ გახსოვთ, რომ ორი რადიკალურად განსხვავებული ფაზით არის წარმოდგენილი. ერთი ეს იყო ქართველი მეოცნებე ცისფერცისხლიანი გენერლების თაობა, უკლებლი ყველა იყო მართლაც რაღაცა ტიპის გაორებული არსებები. მე არ ვიცი ასეთ დიქოტომიურ არსებას მართლაც აი მთლიანობას რა უნარჩუნებდა, მაგრამ აი ერთი სახელი ნამდვილად ვიცი, ხო, ეს იყო რაღაცა გაორება, რომელიც მათ საუკეთესო წარმომადგენელს, მაგალითად გრიგოლ ორბელიანს აძლევდა საშუალებას თუ უფლებას თავი დაერწმუნებინა და უფრო სწორად რომ თქვა თავი მოეტყუებინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში და შამილს რო ებრძოდა 25 წელი რუსი გენერლის მუნდირით, ამით იგი საქართველოს ისტორიულ მტრებს მიაგებდა სამაგიეროს. აი მე ვფიქრობ, აი ეს არის მე-19 საუკუნეში ჩვენი ასე ვთქვათ ყველაზე ტრაგიკული კონცეპტი, იმიტომ რომ ეს აღმოჩნდა აი უებარი წამალი ქართველებისთვის. ეს სატყუ არა,
ყველაფერს გააკეთებინებ ქართულს, თავარია უპოვო ეს სადგო არა რგოლი, რომელიც აი მის ამ მიუღებელ საქციელს რაღაცნაირად დააკავშირებს მის ისტორიულ წარსულთან. აი მერე უკვე ყველაფერი შეიძლება. ამ გაორებული თუ დიქოტომიური ფაზა აი პიკს მიაღწია ამ ფაზა მაშინ, როდესაც საკურთხეველზე ქართველი პოეტების და ამავე დროს გენერლების საკურთხეველზე ერთად აღმოჩნდა თამარ მეფის სახე და თამარ მეფის ხატება და რუსეთის იმპერატორის რეალური სახე და ეს მეოცნები გენერლები ხან ერთს მიადგნენ, ხან მეორეს შენი ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორისო. ესეც იყო ძალიან ტრაგიკული, იმიტომ რომ ასე დაუკავშირდა მე-19 საუკუნეში ერთმანეთს მაშინდელი საქართველოს თანამედროვე ქვეყნის ჩამოყალიბების კონცეფცია, იმიტომ რომ შენი იბერი აი დადადგეს ერად სხვა ერთა შორის, ეს უკვე აღარ იყო ფეოდალური საქართველოს კონცეფცია, ეს იყო თანამედროვე საქართველოს თანამედროვე ქვეყნის ქცევის კონცეფცია მე-19 საუკუნეში, რომელიც სამწუხაროდ დაუკავშირდა მის ასე ვთქვათ ამ კონცეფციის აღმასრულებლებს. ერთი ეს იყო თამარის სახე გამოხმობილი ბეთანიის ეკლესიიდან და მეორე რუსეთის იმპერატორის სრულიად ასე ვთქვათ რეალური სახე. რამდენადაც ეს იყო პიკი, აი აქედან შეუდგა სწორედ ამ სიამტკბილობას წყალი და დაიწყო ის პროცესები, რომელიც დაგვირგვინდა თაობათა ბრძოლის წყალგამყოფი მოვლენით, პრაგმატულ ნაბიჯებზე ორიენტირებული ილიას ეპოქით. მე მგონი რომ აი ეს წყალგამყოფი დღესაც ამ წყალგამყოფმა დღესაც უკვე ჩაიარა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავიმეორეთ ის მე-19 საუკუნის ცნობილი სადღეგრძელო, უბრალოდ ადრესატი შეიცვალა. დღეს პუტინია ის ადამიანი, ბრძენი, ვისაც შეუძლია აღადგინოს ამ ორ ერთ შორის საუკუნეობრივი მეგობრობა, რომელიც თურმე ნუ იკითხავთ და აი თქვა ზღაპარში რო ხდება, ისე გაფუჭებულა, იმიტომ რომ ვიღაცას შეშურდა და ეს ვიღაცა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს დედინაცვლის უშნო გონჯი შვილი შურიანი არის ალბათ ამერიკა. იმიტომ რომ სხვა არ ვიცი ხა ვის შეშურდებოდა. კიდევ უფრო სუბიექტურობას შეიძლება ჩავმართოთ, მაგრამ მაინც მგონია რომ მეორე პრაგმატული, ასე ვთქვათ, პრაგმატული ფაზის დასაწყისიც უკვე სახეზია. არ ვიცი, ის განსხვავებული კონტექსტი გნებავთ ის საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტისაც ეს საუნივერსიტეტო სფერო, რომელთაც ჩვენ გვინდა ვთქვათ რაღაცა სხვა კონცეფციას დაუპირისპირდეთ. არა მარტო მისი სამეცნიერო სტანდარტებით, ის აზრები ჯიზე გამოქვეყნებული სტატიებით უკანასკნელი პატრიოტიზმის შესახებ, რომელიც არანაირად არ ჯდება იმ დიქოტომიური ფაზის კონტექსტში, გნებავთ სოციალური სტანდარტებით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულად არის მარკირებული, დაწყებული რაღაცა ბორანიჯის ტიპის პროექტებით, აი ამასაც ხაშურის დამპატის მესამე სემესტრის სტუდენტებმა ესეთი ძალიან ნიამიტური, ცოტა ესეთი პრიმიტიული, მაგრამ ძალიან საყვარელი, ესეთი სულად განსხვავებული სტანდარტების ის იყო სოციალური აქტივობა 5 სტუდენტმა ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ესეთი პატარა კვლევა ჩაატარეთ, თვითონ დამოუკიდებოდ ხა რამდენად ვალიდური იყო ეს კვლევა სხვა საკითხია, მაგრამ იმაში მოხუცდა თავს შესაფარში ყოფილი მეცნიერები, ხელოვანი ხალხი, რაღაცა ერთი-ორი პოეტიც იყო, მათ შორის ერთი იყო რომელიღაც რაიონული თეატრის მსახიობი, მოკეთ რაღაც ექსპერტული ინტერვიუები დაამზადეს, რაზე ოცნებობდნენ, ვინ ელატრებოდა და მე გავაკეთეთ პატარა ვიდეო კოლაჟი. ეროსი მანჯგალაძე თვითონ უკითხავდნენ ლექსებს და მერე დაპატიჟეს თვითონ საკუთარი მშობლები და ეს რამდენიმე ქალბატონი ილეონის თეატრის სპექტაკლზე და იყვნენ ძალიან ბედნიერები, მეც ვიყავი. იცით, ეს მე მგონი არის სულად ახლებურად მარკირებული სოციალური სივრცე და ვერანაირად ვერ ჯდება, აი ძალიან უწყინარი ადამიანები, ვთქვათ, ერთი და იმავე მრევლის წევრები მარხვის დაწყების წინ რომ შემოიხედე გენაცვალეში მიდიან, ესეც მათი სოციალური აქტივობა. უბრალოდ ყველაფერი ალბათ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ეს დისკურსი თვით იდენტიფიკაციას, რამდენად მოახერხებს აი ამ სივრცის მონიშნას, ამ კვლევითი და არა მარტო კვლევითი, ამ სოციალური სივრცის მონიშნას და რასთვარი რამდენად მოახდენს ის გავლენას მოვლენებზე და პროცესებზე.
ეხლა რომ მიუბრუნდეთ ამ წყაროებს, რა ნიშნითა ეს ქართულ ევროპული წყაროები უნიკალური? ორ რაღაცას გამოვყოფდი. პირველი რომ ეს ეხება მე-19 საუკუნის დასაწყისს, არა, სხვა პერიოდებსაც ეხება, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისი, ანუ 1800 პირველი წლიდან, აი რომ სანთლით რომ დაძებნოთ, ქართულად დაწერილ ოფიციალურ ტექსტს ვერ იპოვით, ხო? ყველაფერი საქმის წარმოება, ანუ ყველა სფერო ქართულმა ენამ მისი ისტორიული სფეროები ყველა მომენტალურად დათმო, როგორც კი 1800 პირველი წელი დადგა. ამ თვალსაზრისით ეს ქართულ ევროპული ტექსტების კორპუსი არის ერთადერთი ალტერნატიული რუსული კორპუსისა, ხო? რუსულენოვანი კორპუსი. რა თქმა უნდა, მაშინაც იწერებოდა ტყის სარგებლობის ბროშურაც კი შეადგენს, ოღონდ ეს ყველაფერი იყო დამკვეთის პოლიტიკურ ნებაზე, იყო რუსულენოვანი, ქართული ენის გრამატიკაც შედგა, მაშინ საქართველოს ისტორია, მაგრამ უკლებრივ ეს ყველაფერი იწერებოდა საქართველოს გუბერნიების ადმინისტრირებისა და მართვისთვის, ხო? აი ეს ქართულ ევროპული წყაროები არის ერთადერთი ალტერნატიული საპირწონე გნებავთ იმ წყაროებისა. და მეორე რის გამოც უნიკალურია, ეს არის რაღაც ერთგვარი ექსპერტული შეფასება, მაგალითად, ერთი და იგივე მოვლენის შესახებ ევროპელი მისიონერი უყვება პაპს ან კარდინალს, მეორე უყვება დემეტრე თუმანიშვილი, ის ქართველი კათოლიკე და ხშირად ერთვება ხოლმე თქვათ აი მეფის ნაცვლის წარმომადგენელი. ანუ აი ამ ტიპის რაღაცა ექსპერტული შეფასებები ჩვენ სულაც არ ვართ განებრივებული ქართული საისტორიო ნარატივებიდან და ამ თვალსაზრისითაც ისინი უნიკალურია. ამ წყაროების ელექტრონულ დოკუმენტირებაზე მაია დამენია და თამუნა პატარძე თარგმნიან ძირითადად და ელექტრონულ დოკუმენტირებაზე მუშაობენ მაია ქუთათელაძე და მარიკა ბაბუნაშვილი. სხვათა შორის, ხო, ეხლა რამდენიმე სიტყვით იმ მეთოდის შესახებ, რომლითაც ამ წყაროებს ვიკვლევთ. ეს გახავთ ენის სოციალური ისტორიის კვლევაში კარგად აპრობირებული მეთოდი, ყოველ შემთხვევაში 80-იანი წლებიდან გასული საუკუნის ინკულტურაციული და აკულტურაციული მოდელები. თავის დროზე ედვარდ სეპირის დროს დაიწყეს ამ მეთოდოლოგიით ენების გარეგანი ისტორიის დახასიათება. მაშინ სხვაშორის ის სეპირმა რაც ის ეპოქალური აღმოჩენები კანადის ინდიელთა ენებზე რო გააკეთა, ის სწორედ აი ამ მასალის შედეგად იყო მოპოვებული. შემდეგ ევგენი ნაიდამ და ბრუნო ლუისონმა დაამუშავეს ეს მეთოდოლოგია. და ამ მეთოდის ფუნქციონირების ქვედა სწორად მიჩნეული იყო ლუთერის თარგმანები ევროპაში. მე 2001 წლიდან თანამშრომლობდი ამ პროექტებში, ეს იყო დიდი 25 წლიანი პროექტი ევროსაბჭოს და Deutsche Forschungsgemeinschaftis და Max Planck-ის ინსტიტუტის საფინანსებული და რამდენიმე მოხსენება და სტატია მქონდა, სწორედ აი ამ მოდელის ფუნქციონირებაზე, მის არქეტიპულ აი აღმოსავლეთ ევროპის ენებში. ეხლა ცოტა რატომ მინდა ამაზე თქვენ ყურადღება შევაჩერო, რას გეგმავდა საქართველოს, თქვათ, ერთმორწმუნე რუსეთთან შეერთებით, ხო? პირველ ყოვლისა, ეს იყო მისი სურვილი, ან რაღაცა ნება, ან ასე თავის მოტყუება, რომ იმ ტენდენციებს შეინარჩუნებდა, რა ტენდენციებიც მან სწორედ იმ ბიზანტიურ სამყაროსთან დასაპირებლად შეიძინა აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში. ეს იყო არც მეტი არც ნაკლები ამ ენებისთვის სირიაში დაიწყო ეს პირველ საუკუნეში ძალიან დიდი სოციალური და საზოგადოებრივი ფუნქციების მინიჭება, ხო? მისიონირება ადგილობრივ ენაზე და ეს ენები სირიული ყველაზე მეტად ქართული სხვათა შორის აპელირებდნენ აი ამ მისიონირების აპოსტოლურ მოციქულებრივ წესზე, რომ ეს მოციქული იყო, ვინც ეს ენები აკურთხა პირველად, მათ მისცა დიდი სოციალური და საზოგადოებრივი ფუნქციები, იმიტომ რომ იქადაგა ქრისტიანობა ამ ადგილობრივ ენებზეო. აი ეს აღმოჩნდა სწორედ რკინის არგუმენტი ამ აღმოსავლეთი ენებისთვის, იმ დროისათვის არანაირი კრიტერიუმით გამორჩეული არც პოლიტიკურად, არც კულტურულად, არც ეკონომიურად, რომ ისინი დაპირისპირებოდნენ ბიზანტიის ენობრივ ერთიანობას და თქვათ ისეთივე ასე თქვათ რამ არ მოსულოდა მათ ენებს, როგორც ეს იყო დასავლეთში, ხო, რელიგიური უნივერსალიზმის შემთხვევაში, როცა ადგილობრივი ენები ძალიან განსხვავდებოდნენ ამ რელიგიისა და ლიტერატურის და ხელოვნების ენებისგან. ქართულისთვის ეს იყო ძალიან დიდი და სხვა ენებისთვისაც დიდ სოციალურ სივრცეში, როგორც ლინგვა ფრანკა, როგორც სახელმწიფოებრივი ლიტერატურის ხელოვნების ლიტურგიის ენად დამკვიდრება, რეალურად მან მოახერხა შუა საუკუნეებში
შეიქმნა ენათა ერთიანი საურთიერთო ველი ქართული ბერძნული და ამ ველში შეენარჩუნებინა წონასწორობა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული მასზე აღამატებული იყო თვისობრივად, ხო? თვითონ ათონელები ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლება ამ ენაზე რამეს თარგმნა, როცა პნევმას და ფსიქესთვის განმასხვავებელი სიტყვები არ აკვავსო. მაგრამ ამის მიუხედავად თქვათ რა ევროპულ ენებთან როგორც იყო ისე კი არ დაემორჩილენ ასე ვთქვათ ამ ბიზანტიურ დოქტრინას რომ ეს არის ერესი თუ თქვენ ამას თარგმნით აუცილებლად ცუდად თარგმნით არამედ პირიქით აი ამ არგუმენტმა იმოქმედა რომ ამ ენებს ფუნქცია შეენარჩუნებინა. დიახ ჩვენ თარგმანები ცუდია ამბობდნენ ათონელები, მაგრამ აუცილებლად უნდა თარგმნოთ ორ გზის, სამგზის, ოთხგზის რომ მე ენამ ფუნქცია შეენარჩუნოს. აი სწორედ ეს იყო რაც ბიზანტიას და ქრისტიანულ აღმოსავლეთს ერთმანეთისგან ყოფდა და აი ამ ტენდენციების, ისტორიული ტენდენციების შენარჩუნებას გეგმავდა საქართველოს სავარაუდოდ ერთმორწმუნე რუსეთთან შეერთებით და ეს რაღაცნაირად აისახა სხვა შორის იმ ისტორიულ მითებში, იმიტომ რომ სავარაუდოდ ის მითები თავიდან მომავალ დროში შეიქმნა, რომ აი გენოფონდი გადარჩება, არ გავნადგურდებით, უფრო მოახერხებთ ჩვენ თვითყოფადობის შენარჩუნებას, მერე უკვე როცა ისტორიული მეხსიერების წაშლა ძალიან მარტივია, ამას თუ წაუნაცვლებთ დროს, მივიღებთ, რომ აი გენოფონდი არ განადგურდა ისტორიულად გადავრჩით და ჩვენ თვითყოფადობა შევენარჩუნეთ და ასე შემდეგ. ეხლა ნახოთ ამ ჩვენი ასე ვთქვათ წყაროების მიხედვით რა მივიღეთ რეალობაში, ხო? დავიწყოთ ცოტა უფრო წინა პერიოდიდან, ვიდრე 1793 წლის ტრაქტატია, იმიტომ რომ რუსები გაცილებით უფრო ადრე გამოჩნდებიან. ჯერ კიდევ 1722 წელს წერენ მისიონერები საქართველოდან ევროპაში, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ გამოიყენოთ ვია მოსკოვია, იმიტომ რომ ძალიან საშიშია. შემდეგ უკვე გამკაცდა ეს ყველაფერი 1729 წელს, როცა იმპერატრიც ანას ედიქტი გამოვიდა და ფაქტურად აეკრძალათ მათ მისიონერება. ნახეთ, ვია მოსკოვიას გზა გადაიკეტა და ერთადერთი გზა რჩებოდა კონსტანტინოპოლი, ხო? კონსტანტინოპოლში რუსებმა დასვეს რუსეთის საერთოში მათი წარმომადგენელი მონსინიორ პენკლერი, რომელიც სათითაოდ ამოწმებდა ყველას, ვინც შემოდიოდა საქართველოში. აი ერთ-ერთი ამ კონტროლ გამოვლილი გახლავთ დამიანო ვიარეჯო, რომელმაც 1756 წელს ასეთი რამე მისწერა მას კარდინალს და საქართველოს მისიებს. არ მაქვს უფლება არ გავაფრთხილო საკრაკონგრეგაციას სხვები და თქვენი უგანათლებულებისა იმ უბედურების შესახებ, რომელიც ვშიშობ, რომ მომდგარია საქართველოს კარზე. ამ კაცმა, ანუ პენკლერმა სცადა ჩემი დაშინება, რომ მე არ წავსულიყავი ამ ქვეყნებში ილპაეზე, ნიშნავს ამ შემთხვევაში აი საქართველოს მხარეებში. ასე მითხრა, რომ ვინაიდან თვითონ და მისი კარი, ანუ რუსეთი არის რიტო გრეკოს აღმსარებლობის, ამიტომ ისინი ყოველთვის ამიტომ ისინი ყოველთვის იყვნენ და არიან მოწოდებული, რომ ხარში ამოუდგნენ მათ, ვინც ქართველები რიტო გრეკოს აღმსარებლები არიან და რომ გამოიყენონ ყველა საშუალება ამ აღმსარებლობის განსადიდებლად. შესაბამისად ისინი თედან, ანუ საქართველოდან მოაშორებენ ყველაფერს, რაც ამ აღმსარებლობას უკან დახეს. პენკლერი მისჩევს, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნება თუ არ წავალ ამ ქვეყანაში, მეუბნება, რომ თუ ჩვენ თავს დავანებებთ საქართველოს და წავალთ სპარსეთის ნებისმიერ სხვა მხარეში, რათა მოვაქციოთ თურქები, ებრაელები, სომხები და ვინც გვინდა სხვა ხალხი, საკუთარ თავზე იღებს, გაგვიწევს მფარველობა და რუსეთის კარის სახელით გვიწყალობს ყოველგვარი სიკეთე. ხსენებულმა პენკლერმა კარგად დაიძვლინა თავი და მე შემატოვა რუს მოხელესთან მინისტრთან საუბარში, საქმიანი მოლაპარაკებები, რათა მეთქვა მისთვის და გემორჩილებით მეთქი, მაგრამ მე ვუთხარი, რომ სიცოცხლეს თავს შევწირა ჩემს საქმეს. რახან სიტუაცია ასეთია, მე ვეცდები, რაც შეიძლება მე თხანს გავჩერდე ახალციხეში, გამორიცხული არ არის, მე იქაურმა ბერძნულმა მხარემაც დამიწყოს დევნა. ეს გახოთ პროპაგანდა ფიდეს მეორე ტამის 498 ფოლიო. ეს მთლიანად ითარგმნება ეს წერილი და აი წელს გამოვაქვეყნებთ კადმოში. აი ეს არის ჯერ კიდევ 1746 წელს ევროპელების თვალით დანახული რუსული რელიგიური იმპერიალიზმი, რომელსაც ისინი სამართლიანად უწოდებენ ამ სახელს, ჩვენ კი რატომღაც ვეძახით ძმობას და საუკუნეებურ მეგობრობას, მართლა ქართველი უნდა იყოს ასე რომ მოგინდეს ამის დარქმევა. ეხლა ნახოთ ამ ჩვენი წყაროების მიხედვით
რა მოუტანა ამ კულტურაციული სამყაროს ერთმორწმუნის რელიგიურმა იმპერიალიზმმა ქართულ ენას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. რა მოუვიდა იმ კულტურაციულ პროცესებს, რომელზეც რის გამოც პრინციპულად აირჩია საქართველოს მესმოკავშირე, ხო? და მეორე, რა როლი ითამაშა სწორედ კათოლიკურმა ინკულტურაციამ მე-19 საუკუნის საქართველოში. გახსოვთ ალბათ, რომ 1810 წელს ფაქტობრივად დამთავრდა საერო სივრცის რუსიფიკაცია. უკანასკნელი ეს იყო ქუთაისის მაზრაში ტყით სარგებლობა არ იცოდნენ როგორ უნდა ემართათ და დაიბეჭდა და რუსული ბროშურები. ერთადერთი სფერო, რომელშიც ქართული ენა ოფიციალურად ფუნქციონირებდა, ეს იყო ლიტურგიკური სფერო, ხო, რელიგიის სფერო და ამაზე ხათაშორის ძალიან ადრევე დაიჭირეს რუსებმა თადარიგი. 1793 წელს, როცა გარსევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელ მეთაურობით პეტერბურგში დელეგაცია ჩავიდა, იქ იმყოფებოდა ახალგაზრდა 20 წლის თეიმურაზ ბატონიშვილი, შემდგომში ანტონ მეორე, ეკატერინემ იმპერატორმა მას საგანგებო დახვედრა მოუწყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს რაღაც კი არ დაჟეწა თქვათ ის ბარტყულები და მაყვლისფერი ბალიშები, როგორც ერგო ალექსანდრესთან სხვა ბატონიშვილებს, ეს იყო აშკარად ადამიანი, რომელსაც ამზადებდნენ პატრიარქობისთვის, მას აჩუქა 193 ბრილიანტით მორთული პანაგია. ასეთი საჩუქარიო, აი ეს არქეოგრაფიული საზოგადოების აქტივობა რუსეთის იმპერიას არასოდეს არავისთვის არ უჩუქებია. ეს იყო რეალურად ნიადაგი ავტოკეფალიის საყიდლად. ამის შემდეგ დაიწყო თანდათან, ასე ვთქვათ, ძალიან უწყინარი მეთოდით ქართული ეკლესიის რუსიფიკაცია. არქეოგრაფიული საზოგადოების აქტებში ამას ქვია ქართული და რუსული სისტემების ერთმანეთთან დაახლოება. იმიტომ რომ იქ მართავდა სინოდი ეკლესიას ჩვენთან პატრიარქი და საჭირო იყო დაახლოება. ამის დასაახლოებლად ჯერ მცხეთის და ალავერდის ეპისკოპო არქიმანდრიტები გადაჰყიდეს ერთმანეთს და მერე ორივე ანტონს და რეალურად შეიქმნა ნიადაგი საიმისოდ, რომ უნდა შეექმნათ რუსებს რაღაც დამატებითი რგოლი, რომელიც აი სამივე, ასე ვთქვათ, მოდავე მხარეზე მაღლა იქნებოდა, ანუ პატრიარქსაც მაღლა იქნებოდა და შესაბამისად სინოდს დაემორჩილებოდა. ნუ მერე კიდევ მატერიალური ფაქტორი ჩაერთო საქმეში, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე თბილისის ეკლესიას ესეც არქეოგრაფიული საზოგადოების აქტებში დევს ამისი დოკუმენტი და ამას მისიონერები წყვებიან. ოღონდ მისიონერები როგორც ყურმოკრულ ამბობს გლახაშვილისგან მიწერილს და აქტებში კი მართლა პირდაპირ საჯაროში დევს ეს წიგნი, რომ იმპერატორი წერს წერილს, რომ სიონის ეკლესიის შემოსავალი ხაზინაში კი არ მასში საეკლესიო ხაზინაში კი არ გადაირიცხოს, არამედ სახელმწიფო ხაზინაში და მერე იქიდან არქიმანდრიტ ვარლამს მიეცეს საკადრისი რუსეთის წინაშე დამსახურების მიხედვით. აი, როდესაც საკადრისის მიცემა დაიწყო, ასე ვთქვათ, ეკონომიურად, მერე ყველას მოუნდა, რომ დამსახურება ჰქონოდა სხვა ეკლესიებსაც და მოკლედ აირია თავიდან ბოლომდე მონასტერი. 1811 წელს დიდხანს კი იკავებდა თავს ანტონ მეორე, მაგრამ 1811 წელს იძულებული იყო წასულიყო პეტერბურგში, მან იცოდა, რომ ამით რეალურად ავტოკეფალია უნდა გაუქმებულიყო და წავიდა კიდევაც და ნუ ავტოკეფალია გააუქმეს საქართველოში, თუმცა ანტონ მეორეს კარგი ხან ის დარჩა კათალიკოსის ხარისხში და ჩასვეს ელიზაბეთ პეტრეს ასულის ნაქონე ერთადერთ 6-ცხენიან ფრანგული წარმომავლობის ეტლში და დაუნიშნეს 54,000 მანეთი ჯამაგირი. ისე სხვათა შორის იმ ეპარქიებს სუტყუილა აყვედრიან იმ ჯიპებს, იმიტომ რომ აი პირდაპირ მნიშვნელობით მართლა კაპიკია იმ ჯიპების ფასი ამ ეტლთან შედარებით, იმიტომ რომ ნამდვილად პირდაპირ მნიშვნელობით უნდა არა გადატანა. ხო, რაც შეეხება, ხო, თქვათ აი სამართლებრივი საკითხების შედარებით უფრო მარტივი იყო, გაცილებით უფრო რთული იყო, მაგრამ რეალურად ახლა ეს გაუნათლებელი, თქვათ აი ქართული მასა, ხო, მრევლი, ამათი გარუსება საკმაოდ ანუ თვითონ ეკლესიაში რუსული ენის დამკვიდრება რთული იყო. ესეც დაიწყო 93 წელს. კნორინგი, ანუ პირველი მთავარმართებელი, მთავარსარდალი ერქვა მას გლავნაკამანდუიში. მთავარმართებელი 1901 წლიდან იყო. კნორინგს ჰქონდა უფლება აერჩია სადღესასწაულო წირვებისთვის ეკლესია და ესეთი პატივი ხვდა ქაშვეთს. ანუ პირველად ქაშვეთი გარუსდა. სპეციალურად შეიქმნა ქაშვეთისთვის კანონარი და
შემდეგ როდესაც და მეფე სინამდვილეში საქართველოს ეკლესიის ხაზინიდან იმპერატორი просто ძალიან ესეთ კარგ საჩუქრებს უგზავნიდა არქიმანდრიტს, ხათაშორის ცადეს ქაშვეთის არქიმანდრიტს ცადა რომ ერთი დღე მაინც შეენარჩუნებინა ქართული წერვალოცა, მაგრამ არათუ ეს შეინარჩუნეს პირიქით. სხვა ეკლესიებმა დაიწყეს უკვე ჩუმად არქიმანდრიტმა წერილების მიწერა მასთან იმპერატორთან, ჩვენც გამოგვიგზავნეთ კანონარიო. და მოკლედ ასე თანდათან გავრცელდა ეს სხვა ეკლესიებზეც და ნელ-ნელა რუსულმა კანონმა იკანონა საქართველოს ეკლესიებში. აი ნახეთ 1811 წელს ესე იგი მთელი ასე ვთქვათ საეკლესიო იერარქია უკვე რუსიფიცირებულია. საერო ცხოვრების ყველა სფერო არის გადასული რუსულ ენაზე, არა სწავლა, განათლება, არა ჟურნალი და არაფერი ჯერჯერობით არც ხელნაწერი ჟურნალი, მხოლოდ 1832 წელს გამოვიდა. ერთადერთი სფერო, რომელშიც ოფიციალურად იყო შენარჩუნებული ქართული ენა, ეს იყო სწორედ ქართული კათოლიკური თემი. და ამიტომაც ებრძოდა განსაკუთრებით თქვათ რუსეთის იმპერია კათოლიციზმს. ის არ ებრძოდა ზოგადად კათოლიციზმს. ებრძოდა ქართულ კათოლიკურ თემს, როგორც საქართველოში აი რუსიფიკაციის მექანიზმის ერთადერთ ხელისშემშლელ პირობას. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ხათაშორის ეს რაღაცა თავისი ენობრივი უნივერსალიზმით ცნობილი კათოლიკური რელიგია საქართველოს ქართულ ენაზე შემოვიდა. ეს გახლავთ აი აღმოსავლეთის კონგრეგაციის მასალების ერთ-ერთი დოკუმენტი, რომ 1623 წელს ურბანო მერვემ ნებადართო თეათინელ პადრე ავეტაბილე საქართველოში კათოლიკური რიტუალი ქართულ ენაზე ჩაეტარებინა და შემდეგ აიძრო დადგა თქვათ ლიტურგია როგორ უნდა აეწყოთ, ხო? კათოლიკებმა გადაწყვიტეს, რომ ხელახლა კი არ ეთარგმნათ, არამედ პაპთან გააგზავნეს თხოვნა, რომ აი შეამოწმეთ რამდენად სწორად არის ნათარგმნი ქართული წიგნებიო. და ამ კომისიამ დაადგინა, რომ ქართული წიგნები განყოფამდე იყო ნათარგმნი სწორად და წმინდად, ამიტომ აი ეს წყარო გახლავთ ერთ-ერთი წერილი კაპუცინელები და სხვა ორდენის წევრები აღიარებდნენ ქართულ რელიგიურ კორპუსს, ამ უძველეს ქრისტიანულ ტრადიციას და კათოლიკურ ლიტურგიაში იყენებდნენ ამ ტრადიციულ ქართულ ლიტურგიკულ წიგნებს. ანუ, ნახეთ რა გამოდის, ახლა თქვათ აი მაიას თემა რამ განაპირობა. ერთი და იგივე წიგნებს კითხულობენ ერთ ენაზე. ხო, ერთნაირი ლიტურგიული წესები აქვს და ამას ყველაფერს ემატებოდა კიდევ პაპის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ეკლესიების მიმართ. საქართველოს ეკლესია ესე ციტატა გახლავთ იმ წყაროდან პროპაგანდა ფიდეს. იგი თვლიდა, რომ საქართველოს ეკლესია ისე არ იყო დაშორებული ჭეშმარიტ სარწმუნოებას, როგორც აღმოსავლეთის სხვა ეკლესიები, მათი თარგმანებიც უშეცდომოა და წმინდა, ამიტომ როცა მეფე თეიმურაზ პირველის ელჩმა ნიკიფორე ირბაღმა რომში წარადგინა საქართველოს ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლო, პროპაგანდას კრებაში 20 იანვარს კრებამ ერთპირად აღიარა, რომ ქართველები ძლიერ ცოტათი განსხვავდებიან ჭეშმარიტი კათოლიკე სარწმუნოებისგან. ამიტომ საქართველოს რომასთან შესაერთებლად სხვა არაფერი მოეთხოვებოდა მის გარდა, რომ პაპი ეცნო ეკლესიის თავად და მისთვის მორჩილება გამოეცხადებინა. შემდეგი ყველა ქართველს შეეძლო კათოლიკე ყოფილიყო და თავის წესსა და ეკლესიაშივე დარჩენილი იყო. ეს იყო მართლაც რაღაცა უპრეცედენტო შემთხვევა, ამას ერქვა აღმოსავლეთის კათოლიკეები, თქვათ რაღაც მართლმადიდებელ ეკლესიაში შეეძლო მას დარჩენილიყო თავის მრევლში, მაგრამ თავი, ასე ვთქვათ, ეცნო კათოლიკე. აი ეს არის წოთეც ის მინიმალიზებული სხვაობა, რომელიც მართლა კი ხარ ვიცი, როგორ აღიქვამდნენ საერთოდ ამ სხვაობას. აი ამ ბოლო, ასე ვთქვათ, ქართულენოვანი სფეროს ბოლო ქართულენოვანი სფეროს რუსიფიკაციისთვისაც გოვერნორ რუსომ მშვენიერი არგუმენტი მოიფიქრა. მან გადაწყვიტა, რომ მან უბრალოდ ასეთი არჩევანის წინაშე დააყენა ქართველი კათოლიკეები. თუ მათ უნდოდათ, რომ დარჩენილიყვნენ კათოლიკურ რწმენაზე, ისინი რიტო ლიტურგიკო ჯორჯანოს გამორიცხულიყო, ანუ ქართულენოვანი კათოლიკეები ვერ იქნებოდნენ. მათ ჰქონდათ ორი არჩევანი. ან უნდა დაბრუნებოდნენ მართლმადიდებულ რიტო გრეკოს და ან კიდე უნდა გამხდარიყვნენ სომხური კათოლიციზმის მიმდევრები, ხო? ანუ ან რიტო გრეკო ჯორჯანო, ან კიდევ რიტო არმენო კათოლიკო. ორივე არჩევანის შემთხვევაში რუსების მიზანი აბსოლუტურად გარანტირებული იყო. ერთი
ქართველების არმენიზაციას ისახავდა მისნად და ეს იყო არაჩვეულებრივად ჩადებული ბომბი, რომელსაც როცა უნდა და მაშინ ააფეთქებდა და ახაც არ ვიცით როდის აფეთქდება და მეორე იყო პირდაპირ რუსიფიკაცია, იმიტომ რომ ქართული რიტო გრეკო ჯორჯანო, ანუ ქართულენოვანი ეკლესია უკვე რუსულენოვანი იყო, ხო? აი ხა როგორ აფასებს ამას პეტრე ხარისჭირაშვილი ერთ-ერთ წერილში რომ რა უკრძალეს ანუ ის კი არ უკრძალეს რომ კათოლიკები ნუ იქნებითო ქართველი კათოლიკეები ნუ იქნებითო ხო ესე იგი არა გვაქვსო არცა სასწავლო ყმათავის არცა წიგნთა საბეჭდავი ანუ სულიერნი წიგნი დაბეჭდილი ენითა მათითა და ესე ვით არა უბედრუკებითა ესე იგი ყველაფერი ამასო ემატება ის რაც რუსეთის კათოლიკეებს ადგას თავსო აი ნახეთ ახლა ეს არჩევანი ქართველი კათოლიკებზე რამ ძალიან ბევრი წყაროთ არის დადასტურებული აი ერთ-ერთ წაგიკითხავთ ეს გახავთ დემეტრე თუმანიშვილის წერილი ამასაც ვაქვეყნებთ წელს თქვენმა უდიდებულესამამი იცის ამას წერს პაპს რომ ქართული ლიტურგია ლიტურგიკო ჯორჯანო ერთ-ერთი უძველესია მხოლოდ 1901 წლიდან ჩამოერთვა მას ავტონომია აქ სხვა შეცდომაა ეს 1901 წლიდან ოფიციალურად არ ჩამოერთვა ხო მაშინ რუსეთის მთავრობამ აიძულა ქართველი კათოლიკეები რომ გადასულიყვნენ სომხურენოვან კათოლიკურ ლიტურგიაზე, რიტო არმენო კათოლიკოზე, ან დაბრუნებოდნენ რიტო გრეკოს. ვინაიდან რუსეთი არ აპირებდა აეტანა არც ერთი სხვა ლიტურგია გარდა საკუთარისა. ქართველი კათოლიკეები ოღონდ კი არ დაეკარგათ კათოლიკური რწმენა, დიდი წუხილით შეურიგდნენ ბედს და გულში ჩაიკლეს ნაციონალური სენტიმენტები. Amore nazionale, ასე ეძახიან ამას. უარი თქვეს ქართულენოვან ლიტურგიაზე, ასე რომ ისინი დღესაც ეკუთვნიან სომხურ რიტუალს საქართველოში. შემთხვევით დროებით არიან ამ წესის მიმდევრები და ელიან უკეთეს დროსა და ვითარებას, რათა დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ ქართულ წესს. ეხლა ეს მოდელი აი ასე დაამთავრა იმ ინკულტურაციული სამყაროს, ხო, აღმოსავლეთ ქრისტიანობის სამყაროდან არჩეულმა, ასე ვთქვათ, შერჩეულმა მოკავშირემ სრული აკულტურაცია არც ქვია ამას, უბრალოდ რუსიფიკაციით, ხო? და ასე შემოვიდა მე-16 საუკუნეში ჩვენთან კათოლიციზმი, სწორედ იმ ინკულტურაციული მოდელით და ის აღორძინების პერიოდს, რასაც ვეძახით, ჩვენ სულხან-საბას ლექსიკონი იქნება ეს თუ ვახტანგ მეუხის საგანმანათლებლო საქმიანობა, თუ ანტონ პირველის გრამატიკა, რომელიც 12 წელი ყავდათ რუსებს დატყვევებული, რომ ისევ, ესე იგი, ქედი მოეხარა სინოდის წინაშე და დაბრუნებოდა ისევ მართლმადიდებლობას. ანუ მთელი საქმიანობა, რა თქმა უნდა, იყო კათოლიკური ინკულტურაცია, მორიგი, გაცილებით უფრო გვიან, ხო? თქვათ იმ თავდაპირველი აღმოსავლეთ ქრისტიანული ინკულტურაციის შემდეგ. ყველაფერ ამას აი ამ საქციელს, თქვათ საერო და სასულიერო ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის აი 15 კინკილა ევროპელი მისიონერი რო იყო, იმათ გაყარასაც კი ევროპაში და გათავისუფლებას, ასე ვთქვათ, იმ ქართულენოვანი ძალიან პატარა 4500 კაცი იყო, რომელიც აი ამ ქართულენოვან რიტოს მისდევდა. ამ ყველაფერს ევროპელთა ენაზე რელიგიური იმპერიალიზმი ქვია, გოვერნორუსოს მშობლიურ ენაზე ქვია ცივილიზაციის შემოტანა, როგორც ილია ამბობს და 20 გენერლის მიერ ერთი მუჭა ხალხის განათლება. ქართულად სამწუხაროდ მას ორი სახელი აქვს. ზოგი ერთნი ეძახიან ორ ქრისტიანო ერშორის საუკუნეობრივ მეგობრობას, საერთო ღირებულებებს, ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნებას, ივერიის გაბრწყინებას და რა ვიცი მე 1000 ჟანდაპეს და დოზანას. და მეორე სახელი ჩვენ ამ ეტაპზე სამუშაო სახელად ვეძახით რუსიფიკაციის ენობრივი და რელიგიურ მოდელს და ერთი მართლა ძალიან სამწუხარო კანონზომიერება სანამ ევროპა და ამერიკა და დანარჩენი სამყარო ლაპარაკობს ქართველისთვის გაუგებარ ენაზე, როგორიცაა თქვათ რაღაცა საერთო პასუხისმგებლობის განაწილება, სხვისი უფლებები, რაღაცა ტიპის თანასწორობა, რომლის დამახსოვრებას ორ დღეს ანდომებენ და მერე რეპროდუცირებას უმცირე პოლიტიკოსები, მანამ ისინი სამწუხაროდ ვერ მოხიბლავენ აი ამ სატყუარაზე მირჩეულ ქართველობას, ხო? სატყუარაზე, რომელიც ყოველთვის არის გარანტირებული ისტორიულ წარსულთან რაღაც კავშირი და მით უმეტეს ნაკლებად მოიპოვებენ მათ, ასე ვთქვათ, სოლიდარობას. ეხლა ცოტა გამიგრძელდა ამ ისტორიული ნარატივების მოყოლა, მაგრამ ვიცი რომ გაინტერესებთ იმ 193 ბრილიანტიანი დიადემის ბედი.
ანტონი რო გარდაიცვალა 1827 წელს რუსეთის სინოდმა ოფიციალურად იქვე ჩააკითხა მიცვალებულს სესიაცკოეში და სპეციალური აქტით ის უკან დაიბრუნა. და ნუ სავარაუდოდ ეხლა შენახული აქვს და რომელიმე ასევე პრაკატით დაადგამს თავზე რომელიმე ქართულს თავზე. რაც ეხება იმ ქართულ ძალიან თუ არ დაგღალეთ იმ ქართულენოვანი რიტოს შესახებაც სანამ რუსეთი საქართველოში ოფიციალურად იყო ვერ მოხერხდა ქართულენოვანი კათოლიკური ლიტურგიის აღდგენა თქვათ აი 50-იან წლებიდან როცა მოიმატა ქართულ ენაზე სკოლებიც გაჩნდა ჟურნალიც გამოვიდა 1952 წელს მაშინაც ვერ მოხერხდა ამისი აღდგენა ერთადერთი ეს შესაძლებელი გახდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს გარეთ კერძოდ კონსტანტინოპოლში პეტრე ხარისჭირაშვილმა ფერიკევში კონსტანტინოპოლის ფერიკევში დააარსა ქართულენოვანი კათოლიკური ეკლესია და ეს იყო ნამდვილი უკუმენური რაღაცა დაწესებულება იქ იყვნენ რიტო გრეკოს, რიტო სლავო გრეკოს, რიტო გრეკო ჯორჯანოს და რიტო ჯორჯანო კათოლიკოს წარმომადგენლები და 3 პუნქტიანი წერილით მიმართა პაპს რომ ვატიკანმა აღიაროს ჩემს ქართულ სამონასტრო საძმოში მაინც რიტო ლიტურგიკო გრეკო ჯორჯანო და ყოველ ჯერზე როცა ჩემი ქვეყნიდან წარდგებიან კათოლიკეები, ქართველი კათოლიკეები, შემთხვევით მონათლულები სომხურად მიიღოს ისინი ლიტურგიკო ჯორჯანოს მიხედვით. მეორე იყო რომ როდესაც ჩვენ წავალთ საქართველოში მოგვეცით ნება რომ მესა ჩავატაროთ ლატინო კათოლიკოს მიხედვით, იმიტომ რომ ქართულენოვანი მესის ჩატარება ჩვენთვის აკრძალულია, რაც შეეხება ჩემი ორდენის წევრებს, მათ არ სურთ ჩაატარონ გოვერნორ-რუსოს მიერ ნაკარნახები რიტო არმენო კათოლიკო. და მესამე ეს ძალიან საინტერესო მარკერი ამათი იდენტობისა. მოგვეცით ნება რომ დავაფუძნოთ რომში ან კონსტანტინოპოლში სემინარია, რომელიც სასწავლებლად მიიღებს ჩემი საძმოს წევრებს, რიტო ჯორჯანოს, რიტო გრეკოს, რიტო სლავოს, რიტო არმენოს მიმდევრობს, ვინაიდან რიტო გრეკო ამოსავალია საერთო სლავურისა და ქართულისთვის, ვინაიდან ამ სამივე საერთო გრეკო ლიტურგიკო ცერემონიალები აქვთ, ითანამშრომლობენ ჩემი ინსტიტუციების მიზნებთან და საერთო სალიტურგიკო ქართულ ენაზე ისწავლონ. ამ სამი კომპონენტის გათვალისწინება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩემი საძმოს წევრები არიან გოვერნორ-რუსოს ხელისუფლების, რიტო გრეკო ჯორჯანოს რწმენის და ნაციონე ჯორჯანოს მკვიდრი ადამიანები. ხო, ანუ აი თვითონ ასე ვთქვათ, თვითიდენტიფიკაცია მათი ენობრივი, რელიგიური და ნაციონალური მარკერებისა ეს მართალგეთხრა სხვა ესეთი არ შემოხვედრია. და ეს გახოთ პაპის ნებართვა, რომელმაც ნება დართო ინდულსი ილუსტრისიმუს პაპა, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება, რომელიც კონსტანტინოპოლის ფერიკევის ქართულ ეკლესიაშია, მათ ჰქონდეთ ქართულად წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება. შემდეგ 2 წლის შემდეგ პეტრე ხარისჭირაშვილმა მიიღო უფლება, რომ ფსალმუნების კითხვას, ეს რეჩიტალის ნაწილიც ყოფილიყო ქართულენოვანი, აქ გაიხსნა სპეციალური სტამპერია საქართველოში გასაგზავნილი წიგნების, მაგრამ ვინაიდან გოვერნორ-რუსო ამ წიგნებს უკან აბრუნებდა, მერე დაიწყო სამნავად წიგნების გამოცემა. ეს დიქციონარიები იყო ქართულ, თურქულ, იტალიური. შემდეგ დაუმატეს არაბული ენა და ეს 4-ენოვანი წიგნებს დაერქვა აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის დაბეჭდილი წიგნები. ერთი გენიალური ტიპია კათოლიკე, აი ბევრისთვის მithქვამს, ქუთაისის მაზრიდან ვინმე დონ პიეტრო ანტონი გლახაშვილი. შესანიშნავი ადამიანი მართლა იცით, აი რაღაც იმიტომ ანხილავს მარტო თქვათ იტალიელ კარდინალებს იტალიურად წერს ქუთაისიდან წერილებს იქ ჩუმად მინდის გურიაში რომ იქ ვიღაც კათოლიკო მღვდელი და მისგან იღებს აღსარებას ქართულად პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვისო ფრანგ კარდინალებს ფრანგულად წერს და პაპს კიდე ლათინურად და სულ აკრიტიკებს იმათ რომ ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა რაღაც ძალიან არჩეულებრივი ადამიანია ის წერს ერთ-ერთ წერილში ამ პავლე ბრუნონს რომ არ დაიჯეროთ თქვენ რუსების გამოხედვა ევროპისკენო. ის რომ მან ჩამოდიან და საკურთხევლებს, მასო ეკლესიებს აშენებენო, ეს არის მხოლოდ საკურთხევლის წინ და მეტი არაფერი. გულში მათ სხვა რაღაც უდებთო. აი ეს მინდოდა მოკლედ დღეს მე თქვა თქვენთვის, აი ხა მაია გაჩვენებს დაახლოებით იმ წყაროებს, რაც ამ ეტაპზე გვაქვს დოკუმენტირებული, თარგმნილი,
და წლის ბოლოს დაიბეჭდება, უბრალოდ მომზადდება კორპუსული ვერსია, აი ქართულ-იტალიური წყაროებისა. განსაკუთრებით ხაშურის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ეს არის ტიციან ლეციონის საკრა, რომელიც არის კაპუცინელი ევროპის პერუჯელი კაპუცინელი ჩვენი აზრით შედგენილი ქართულ ენაზე და ეს არის ხაშურის უცხოელის მიერ ერთ-ერთი პირველი ტექსტი ქართულ ენაზე შედგენილი ძალიან დიდი 140 გვერდია ჩვენი ელექტრონულად დოკუმენტირებული ყოფს XML სტანდარტის მიხედვით. მადლობა. მეც მოგესალმებით ყველას და ძალიან მოკლედ შეგეწყინეთ თავი წარმოგიდგენთ იმ მასალებს, რომლებზეც მუშაობთ ამ პროექტის ფარგლებში. პირველ რიგში ეს არის პეტრე ხარისჭირაშვილის წერილები. შემდეგ მუშაობთ ქალბატონმა ნინომ რომ ახსენა ლეციონი დისკრეტურა საკრა, ანუ წმინდა წერილის სწავლებანზე. გარდა ამისა, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, ჩვენი ერთ-ერთი დოქტორანტი ანა ჭკუასელი მუშაობს იტალიურ-ქართულ ლექსიკონზე. შემდეგ ბლოკი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ ქართული მეფეების სიგელები და წერილები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ცნობილია გიორგი მე-11-ის წერილი რომის პაპისადმი, ერეკლე მეფის სიგელი გვინდა წარმოგიდგინოთ, იულონის და ფარნაოზის წერილი, სოლომონ მეფის სიგელები და მარიამ დადიანის სიგელი. ამის შემდეგ მინდა წარმოგიდგინოთ სულხან-საბა ორბელიანის წერილები, რომელიც აღნიშნულმა ექსპედიციამ ჩამოიტანა რომიდან. საკრალ კლებებით შეიძინა ბატონო კულტურის სამინისტრომ და სწორედ ამიტომ გვინდა წარმოგიდგინოთ თქვენ ეს წერილები. გარდა ამისა, გაჩვენებთ აგრეთვე ანტონ გლახოვის ანუ გლახაშვილის წერილებს და ბოლოს უცნობი ქართული ტექსტები, რომლებიც შევა ალბათ ქართული ენის ნაციონალურ კორპუსში. დავიწყებთ პეტრე ხარისჭირაშვილის წერილით არქიეპისკოპოს პავლე ბრუნონისადმი. ამ წერილიდან ამონა ნარიდები ქალბატონმა ნინომ უკვე წაგიკითხათ თქვენ, აქ ძირითადად საუბარია ქართული კათოლიკური სამრევლოს ქართულენოვან ლიტურგიაზე, რომელსაც ითხოვს იგი და რომელიც მიიღო პაპისგან და შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო ერთი მომენტი, რომელსაც პეტრე ხარისჭირაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის არ არის ჯერ საჭირო საქართველოშიც იყოს ქართული ლიტურგიაო და რატომ აღნიშნავს. საჭირო არის, რომ ქართველის კათოლიკეთა არა აქუნდეს თავიანთი ტიპიკონი არამედ იყვნენ ეგრეთ სხვა რომელიმე ტიპიკონისა ქვეშე, რომლით პირველად რათამცა დაიფარონ იგინი თვალთაგან მწვალებელი მთავრობისა მის და უშიშრად იყვნენ იმფერი დევნულობის საცდურისაგან და მეორედ, თუმცა რომ ინებოს ოდესმე რუსეთის მთავრობამამ აღდგინება ესე ვითარი დევნულობისა, ვერ ძალიდვას ქმნა მისი, განსწრაფვით რომელ კათოლიკეთა მათ ძალუც პასუხისგება მისდა ვითარმედ ჩვენ არა ვართ მოქცეული ბერძნული აღიარებისაგან, არამედ ვითარცა იგი ტიპიკონი ჩვენის წამებენ ზოგნი ვართ ლატინის კათოლიკენი და ზოგნი სომხეთის კათოლიკენია. გარდა ამისა, ვთარგმნეთ აგრეთვე პეტრე ხარისჭირაშვილის წერილი კარდინალ ბარნაბოსადმი. ეს წერილი არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც აღნიშნულია პეტრე ხარისჭირაშვილის ნებართვის მიღება ღვთისმსახურების ქართულ ენაზე წარმართვის შესახებ და გარდა ამისა, იგი წერს კარდინალს კალენდრისა და მარხვების შესახებ, რომელსაც მისდევენ მის კონგრეგაციაში. ეს კონგრეგაცია მოგეხსენებათ, როგორც ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, არის ფერიკოიეს მონასტერი, სამონასტრო კომპლექსი. ანუ აქაც შემიძლია მონარედი წაგიკითხოთ. ამ დღეებში უდიდესი კმაყოფილებითა და მადლიერებით მივიღე ამ მაღალღირსი მონსინიორ სამოციქულო ვიკარისგან პაპის თანხმობა და პატივი ჩვენი მსახურების მშობლიურ ქართულ ენაზე წარმართვის შესახებ, რის შესრულებასაც უკვე შეუდგა ჩვენი მგალობელთა გუნდი. პრელატმა გამაგებინა, რომ თქვენს ყოვლად უწმინდესობას სურდა ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიღება კალენდრის შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობთ და მარხვების შესახებ. თავდაპირველად სულ შეგატყობინოთ თქვენს ყოვლად უწმინდესობას, რომ ამ მონსინიორ ვიკარის თანხმობით ჩვენს კონგრეგაციაში
ვიყენებთ გრეგორიანულ კალენდარს, ხოლო რაც შეეხება მარხვებს, მივდევთ დასავლეთის ეკლესიის წესებს. მაგრამ ამავე დროს მორჩილებით მსურს აღნიშნო, რომ როცა ჩვენი ორდენის წევრები სამოღვაწეოდ მიდიან მისიებში, ისინი ვალდებულნი არიან ისევ და ისევ წმინდა საყდრის თანხმობით შეეწყონ იმ ქვეყნის ჩვეულებებს, სადაც იმყოფებიან, რათა არ მისცენ უთანხმოების მიზეზი. ან უფრო ნათლად რომ მithქვას, პატივცემულ იქნას მათი ჩვეული მარხვები. გარდა ამისა, პეტრე ხარისჭირაშვილი ითხოვს უფლებას, რომ ქართული წესჩვეულების თანახმად მის საძმოში ერთ-ერთი ქართველი მსახური ყოველ კვირას კითხულობს ფსალმუნების სრულ წიგნს. იგი აღნიშნავს, რომ ჩვენ ვით ლათინურისა და სომხური რიტუსის წესის მიმდევრები ვართ და წმინდა საყდრის მიერ უფლებამოსილები ვართ წავიკითხოთ მსახურება ქართულ ენაზე, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდებით, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ძმა ქართული რიტუსის წესის მიმდევარია და ვალდებულია წაიკითხოს ზემოხსენებული საკითხავი ყოველკვირეულად. ამიტომ გთხოვთ აღმატებულ ვიკარს, რომ გაანთავისუფლოს ის პაპის პრივილეგიით, რათა შეძლოს ჩვენთან შეწყობა და მოიცალოს სხვა სულის სასარგებლო საქმიანობისათვის. ამის გარდა კიდევ თარგმნეთ ერთი წერილი პეტრე ხარისჭირაშვილის, რომელიც გაგზავნილია 1886 წლის 15 დეკემბერს და ძირითადად მილოცვის სახეს ატარებს, იგი ულოცავს შობას და ახალ წელს და ითხოვს კურთხევას თავისთვის და თავისი მრევლისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ან მნიშვნელოვანი წყარო, რომელზეც საუბარი ქონდა ქალბატონ ნინოს, ეს გახლავთ სწორედ ლეციონი დი სკრიტურა საკრა, ანუ წმინდა წერილის სწავლებანი. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი აზრით ალბათ ქადაგებების კრებული, რომელიც მოძიებული იქნა აკუცინელთა გენერალურ არქივში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქადაგებები თვითონ ენობრივი თვალსაზრისითაც, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს, რომ არა ქართველის მიერ არის დაწერილი. ძალიან საინტერესო პატარა მოთხრობა იყო, მინდოდა წამეკითხა, მაგრამ თუ ძალიან გადავაჭარბებ დროს, მაშინ აღარ წავიკითხავ. კარგით, შემდეგ გაჩვენებთ ვისაუბრებ ლექსიკონზე. ეს არის ის ლექსიკონი, რომელზეც ანე ჭკუასელი მუშაობს, იტალიურ-ქართული ლექსიკონი. ეს არის დაახლოებით 300 გვერდი, ასეთი გვერდები. და წინ განმარტებები არის იტალიურად და არის თვითონ ლექსიკონი იტალიურ-ქართული. 300 ფოლიოს გვერდი, ეს ხელნაწერი გვერდი. ეს გვინდა გაჩვენოთ გიორგი მე-11-ის წერილი, რომის პაპისადმი, ამის შინაარსებობთ ყველა ისტორიკოსმა და ყველა ძალიან კარგად იცის, უბრალოდ რახან საავტორო უფლებები შეიარაღებული ჩამოვიდნენ, ამიტომ გვინდა მხოლოდ სახით გაჩვენო. და ძალიან ესე კარგად არ ჩანს, მოოქროვილ ფურცელზეა დაწერილი ეს წერილი და ძალიან ლამაზია. შემდეგ ერეკლე მეფის სიგელი, რომლითაც იგი პატრებს აძლევს უფლებას, რომ განთავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადებისაგან, სალეკოსა და სამორიგეო გადასახადის გარდა. შემდეგი ეს გახლავთ იულონის და ფანავას ბატონიშვილების წერილი, რომელიც ძალიან სევდიანია ჩემი აზრით. ეს არის უხანსაბას სოლომონ მეფის სიგელები გახლავთ, აქაც პატრებესადმი. მარიამ დადიანის სიგელი გახლავთ ეს, რომელიც უმტკიცებს პატრებს გარკვეულ მიწის ნაკვეთს. ეს არის სულხან-საბა ორბელიანის. სულხან-საბას ხელისუფლების შენდობა ვიშოვი. ვინაიდან ჩვენი მეფე აჯამიშია, მისუნებურად აჯამიშია. ეს არის მეორე წერილი, სულხან-საბას კლემენტონ მე-11-ისადმი. ეს არის ანტონ გლახოვის, ან გლახაშვილის წერილები. ეს არის ცალკე. ესეც მეორე წერილი. და უცნობი ქართული ტექსტები, რომლებსაც მუშაობს მარიკა ბაბუნაშვილი. აქ არის ძირითადად ის ციკლი აღებული, როდესაც დონ ანტონ გლახოვისაგან იკრიბებოდა
ცნობები იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი კათოლიკე პატრი ძალიან ღირსეულად მოღვაწეობდა და ტყუილად აუგორეს რაღაცა ჭორები. ეს ძალიან ცნაური ასეთი წყაროები გვაქვს. ამბობს მაგაცებს ეს არის აი მაქსიმალურად